მოგესალმებით, ჩემი ძირითადი სპეციალობიდან გამომდინარე აღმოსავლეთ ცოდნეობა, ირანისტიკა იგულისხმება და ასევე მთარგმნელობით საქმიანობასთან დაკავშირებული მრავალწლოვანი პრაქტიკიდან გამომდინარე, მინდა გესაუბროთ ომარ ხაიამის შესახებ, რომელიც ჩემთვის ყველაზე საყვარელი პოეტია, უცხოენოვანი პოეტებს თუ იგულისხმებთ, ჩემთვის თითქმის აღარ არის უცხოენოვანი. მიუხედავად გარდა ამისა, ეს პიროვნება, ეს მოაზროვნა, ეს ბრძენი სენსოფლიოში ალბათ ყველაზე პოპულარულ მოაზროვნად ბრძენად ითვლება. მე შეგნებულად არ ვამბობ სიტყვა პოეტს, რადგან პოეტია არც არის, არც შეესაბამება მის საქმიანობას ალბათ და ის რომ ცოცხალი ყოფილიყო ალბათ მისი სიტყვაში მისთვის იმას რომ ეთქვა რომ შენ პოეტი ხარ, ალბათ გაუკვირდებოდა და არც მიიღებდა ამ ტიტულს. მრავალი მიზეზის გამო. ეხლა მე მინდა გესაუბროთ ომარ ხაიამის შესახებ უბრალოდ მის შესახებ როგორც საერთაშორისო მსოფლიო მოვლენაზე, რომელიც როგორც მოგახსენებთ უკვე ყველაზე პოპულარული პოეტი ალბათ მსოფლიოში სხვადასხვა მიზეზების გამო. პირველი თუნდაც იმის გამო რომ ბრძენია მოაზროვნეა და ალბათ ყველა ეპოქის ფილოსოფიას, ყველა ეპოქის აზროვნებას თუ მიმდინარეობას თუ მოძღვრებას ალბათ შეესაბამება და მხარს უჭერს და გამოძახილს პოეტს მის შემოქმედებაში ესა თუ ის, ასე ვთქვათ, ნააზრევი ადამიანთა ამა თუ იმ ეპოქის ცხოვრებისა და შემოქმედებისა. ომარ ხაიამი და დასავლეთის სამყარო, აი პირობითად რომ დავარქოთ ჩვენ საუბარს ეს სათაური. ჩვენც საქართველოს დასავლეთი ვართ ამ შემთხვევაში ირანისათვის, ამიტომ საქართველოს იგულისხმება და ძალიან საინტერესოა და საკვირველია ყოველთვის გვიკვირდა ჩვენ აღმოსავლეთ ცოდნეებს, ანუ საქართველოს ლიტერატურის ისტორიით დაინტერესებულ ადამიანებს თუ რატომ არ აისახა სპარსული ლირიკა შუა საუკუნეებში ქართულ ცხოვრებაში, ქართულ აზროვნებაში, ლიტერატურაში. მოგეხსენებათ სპარსული ეპიური ნაწარმოებები, შაჰნამე, ვისრამიანი, ლეილმაჯუნიანი და სხვა და სხვა ძალიან პოპულარული იყო, ნაცნობი იყო ჩვენი კლასიკური ქართული ლიტერატურისთვის, იმდროინდელი აზროვნებისთვის, საზოგადოებისთვის და სხვა და სხვა. მაგრამ ისეთი დიდი, ასე ვთქვათ, პოეტები, ლიტერატორები, რომლებიც იყვნენ, როგორებიც იყვნენ საადი, ჰაფეზი, ხაიამი და სხვა, რომლებიც უფრო ლირიკით არიან ცნობილი თავიანთი შემოქმედების მხრივ, ქართულ ლიტერატურაში არ ჩანან წარსულში. ამას ალბათ რაღაც გარკვეული მიზეზები აქვს. თუნდაც შეიძლება ერთი ასეთი არც დამაჯერებელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც მიზეზი. რუსთველი მოგეხსენებათ ბრძანებს თავის პროლოგში, ვეფხისტყაოსნის პროლოგში, რომ იგი ართულეს, ასე ვთქვათ, მიმოშაირეებს პოეტებად, ვინც აქ შორის რაღაცა სიტყვის და მცირე პოეტურ ნაწარმოებს შექმნა. ანუ დიდსა ვერ ხოცვენ, ხელად აქვთ ხოცვა ნადირთა მცირეთაო. იგი ამ შემთხვევაში იგულისხმება და უშუალოდ ის მცირე ზომის პოეტური ნაწარმოებები, როგორც აღმოსავლურ მაგალითად თუ ვიტყვით, არის რობაი, არის ყაზალი, არის სხვა დუბეიტი თუ სხვა პოეტური ნაწარმოებები. იყო ალბათ კიდევ სხვა მომენტები, რაღაც გეოგრაფიული სიშორის გამო, თუნდაც ის რომ რუსთველის ეპოქა სულ რაღაც ერთი საუკუნით იყო დაშორებული, 100 საუკუნე ნახევარი დაშორებული ხაიამის ეპოქასთან, შესაძლოა არ ცოდნოდა. და ის რაც უკვე თავიდანვე მოგახსენეთ, რომ ხაიამი თავისას პოეტად არ თვლიდა და თქვენ წარმოიდგინეთ, თავად ირანში და თავად სპარსულენოვან სამყაროში კი დიდხანს ეს პიროვნება როგორც პოეტი შერაცხული არ იყო და ასე ვთქვათ, ელოდა ალბათ ეს პიროვნება თავის აღიარებას და პოპულარიზებას უფრო მოგვიანო საუკუნეებში და ეს საუკუნე დადგა მე-19 საუკუნეში. საქართველოს რაც შეეხება მოკლედ გეტყვით, როდის გახდა საქართველოში, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე-19 საუკუნეში ინგლისში, ევროპაში და ამერიკაშიც კი ხაიამი უკვე ძალიან ცნობილი იყო და მისი სახელი ასე ვთქვათ, იმდენად გაპოპულარული და განთქმული იყო, რომ მის სახელობის კლუბებიც კი იქნებოდა და საქართველოში ხაიამი დადასტურებულად და დოკუმენტურად ასე ვთქვათ, ქართულ სამეცნიერო თუ ქართულ ლიტერატურაში გამოჩნდა მხოლოდ 1924 წელს, როცა ჟურნალ კავკასიონში იუსტინ აბულაძემ ხაიამის რათიოდე რობაი გამოაქვეყნა პროზაული თარგმანის სახით. მერე დაიწყო ასე ვთქვათ, დიდი ხაიამია და თუ შეიძლება ასეთი ტერმინი ვიხმაროთ ქართულ თარგმნელობით და ქართულ ლიტერატურაშიც, როცა ჯერ ამბა კოჭელიძემ 30-იან წლებში, შემდეგ მაგალითად ოდოამ, შემდეგ ვახუშტი გოგოტიშვილმა და სხვებმა თამაშ ხენკელმა, ნომად ბართაიამ
სხვებმა დაიწყეს ხაიამის რობაიების პროფესიული თარგმნა, ასე ვთქვათ, პროფესიულს იმიტომ უსვამხავს, რომ ამბო კოჭელიძე მაგალითად არ იყო ირანისტი აღმოსავლეთიდან, უბრალოდ სპარსული ენა იცოდა და შეძლო ირანში ცხოვრობდა, მუშაობდა და შეძლო ძალიან დიდი ნაწილი სპარსული პოეზიის, საჰაფეზის, საადის, ხაიამის სახით ეთარგმნა და პირველად შეეთავაზებინა ქართული მკითხველისათვის. რაც შეეხება დანარჩენ მსოფლიოს დასავლეთს, ასე ვთქვათ, ევროპას, მას რა თქმა უნდა ჯერ კიდევ გოეთე გამოუხმაურა თავისი აღმოსავლური დასავლური დივანით, მაგრამ იქ ხაიამი ახსენები არ არის, მაგრამ მე-19 საუკუნეში ყველასთვის ცნობილმა ედვარდ ფიცჯერალდმა, ინგლისში მცხოვრებმა, ასე ვთქვათ, შექმნა ციკლი ხაიამის რობაიების საფუძველზე. ასე რომ დღესაც ძალიან პოპულარულია ეს ციკლი. ციკლს იმიტომ ეძახი, რომ პირდაპირ თარგმანი არ გახლავთ ეს. ისიც კი არის ცნობილი, რომ ედვარდ ფიცჯერალდმა სპარსული ენა საერთოდ არ იცოდა, ამ რაღაც წარმოდგენა ჰქონდა და სხვისი დახმარებით ხაიამის მოტივებზე შექმნა თავისი ორიგინალური პოეზია, რომელიც ძალიან პოპულარულია იმის გამო და იმის წყალობით, რომ მართლაც პოეტური ნაწარმოებია, ინგლისური ლიტერატურისთვის პოეტური ნაწარმოებია და მე როგორც ჩემამდე არის მოსული ეს ინფორმაცია და საკითხული მაქვს და გაგებული მაქვს, ძალიან პოპულარულია ინგლისურ ენოვარ მკითხველს შორის და ინგლისურ ენოვარ სამყაროში. მას შემდეგ მოხდა კიდევ ერთი ასეთი ძალიან საინტერესო ფაქტი ინგლისურ ენოვან ხაიამიადაში, ასე ვთქვათ, რომ ჰენრი ვინფილდმა გამოსცა 500 რობაი ხაიამის პირდაპირ თარგმანები. ეს მე მაქვს ეს წიგნი, პარალელური ტექსტია სპარსული, ინგლისური და საკმაოდ მაღალი დონის თარგმანი, ამ შემთხვევაში პირდაპირ თარგმანია და არ არის რა თქმა უნდა მოტივებზე შექმნილი რაღაც ნაწარმოებები, პარალელური ტექსტებია და მე ამ ტექსტებს ვიყენებ იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, ეს ჰენრი ვინფილდის თარგმანებს ვხსავ იმ ჩემს წიგნში, რომელსაც ვაპირებ გამოვცე 4 ენაზე, ქართულ, სპარსულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე. მეორე ასე ვთქვათ, დიდი ცენტრი ხაიამის თარგმნისა გახლავთ რუსეთი და თქვენ წარმოიდგინეთ, იმდენი თარგმანია შესრულებული, რომელიც მე ბოლო წლებში ინტერნეტის წყალობით შევძელე დამეგროვებინა, უამრავი ასე ვთქვათ, ინტერპრეტაცია, ვარიაცია, უამრავი წერილებია, წიგნებია, მხატვრული წიგნი მის შესახებ შექმნილი, ერთი თქვით, ძალიან პოპულარულია და თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი ასეთი რობაიც არსებობს რუსული ოსკარ რუმერის მიერ შესრულებული, რომელიც პრაქტიკულად ყველა რუსმა იცის და არც კიდევ წარმოუდგენია იმის შესახებ, რომ ეს არის არა რუსული ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები, არამედ თარგმანი სპარსულიდან. ასევე შეიძლება ქართულში გავიხსენოთ მსგავსი მაგალითი, რომელსაც ყველა იცნობს ტურფავ რასმენდური მოაწვევის შემსკენავი, ეს რომ თარგმანია ჰაინეს ლექსიათანაც ალბათ ბევრმა არ იცის, მაგრამ ყველა ქართველი კი მღერის ამას. იგივეა დაემართა ხაიამის ერთად რობაიც, რომელიც რუმერის თარგმანია, როგორც მოგახსენებთ, მაგრამ არის კიდევ ბევრი სხვა, პლისეცკის სუსლოვას და ბევრის თარგმანები. ბოლოს ერთმა სულ ახალ ბოლო წლებში ვინმე იგორ გოლუბევმა თავი მოუყარა უამრავ რობაის გაანალიზა, თვითონ შეისწავლა სპეციალურად სპარსული ენა როგორც ჩანს და 1300 რობაი გამოსცა ერთად სპარსული ორიგინალური ტექსტით, კომენტარებით და ძალიან კარგი ნაშრომია ნებისმიერი პიროვნებისთვის, ვინც დაინტერესებულია ხაიამით და მის შემოქმედებით. ამ შემთხვევაში თქვენი მონამორჩილიც მისი სარგებლო წიგნის სარგებლო და ძალიან გაყოფილია. რაც შეეხება თარგმანს ხაიამის, ასე ვთქვათ, ტექნიკას და დონეს შესრულებითა მისი რობაიების თარგმნისას, ჯერ მოგახსენებთ რა არის რობაი. რობაი 4 ერთეულისაგან შედგენილი ნაწარმოებია, 4 სტრიქონისაგან შედგენილი ნაწარმოებია. თვითონ არაბულად ეს მეოთხეც ნიშნავს, 4-ს ნიშნავს და რობაი 4 ერთეულისაგან შედგენილი პოეტურ ნაწარმოებს ნიშნავს. ქართულ სინამდვილეში მიუხედავად იმისა, რომ შაირი და კაფია არაბული სიტყვებია და კაფია მაგალითად არაბულად და თანამედროვე სპარსულენაში ნიშნავს ნეტს არაფერს თუ არა რითმას, ჩვეულებრივ რითმას, ლექსის დამახასიათებლებს. ქართულში შემოვიდა დამკვიდრდა კაფია, შაირი, ასე ვთქვათ, ლექსების პოეზიასთან დაკავშირებული ცნობებად, მაგრამ რობაი როგორც ასე არ შემოსულა, რატომაც გაურკვეველი მიზეზების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ, როგორც სონეტია ევროპაში მაგალითად, ისევე აღმოსავლეთში რობაი და ყაზალი, ასე ვთქვათ, დაკანონებული, გაქვეყნებული ფორმებია პოეტისათვის პოეზიაში ხშირად გამოყენებული. თარგმნა თითქოს და ძალიან ადვილია ერთი შეხედვით და უნდა მოგახსენოთ, რომ გაურკვეველია რამდენი რობაი შეიძლება ეკუთვნოდეს მას. მერყეობს ეს რაოდენობა მეცნიერთა აზრით 20-დან 5000-მდე. და პარადოქსები ის არის, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მაგალითად რომ გამოსცემენ ამა თუ იმ კრებულს, მაგალითად იგივე ირანში, ან რუსეთში, ან ინგლისში, დიდ ბრიტანეთში თუ ამერიკაში
ყველა თავისებურად უდგება შერჩევისას, აი ამ რობაიების შერჩევისას და რატომ? როგორც ჩანს, ესა თუ ის, ასე ვთქვათ, რელიგიური და პოლიტიკური კონიუნქტურა მძლავრობს და მაგალითად საბჭოთა ეპოქაში გამოცემული 300-მდე რობაი ცნობილი აღმოსავლეთწოდნების ალიევის და ოსმანოვის მიერ თავისი პარალელური სპარსულ-რუსული სკარადული თარგმანებით, კომენტარებით, ფაქსიმილეთი ხელნაწერით და ძალიან ძვირფასი და ფასეული გამოცემაა. მაგრამ შეინიშნება, რომ მაინცა და მაინც საბჭოთა ეპოქაში ყურადღება ექცევოდა ისეთ რობაიებს, ანუ შეარჩევდნენ 5000-ად მის 5000 რობაიში, რომელიც სხვადასხვა ხელნაწერებშია გაბნეული, ისეთებში არჩევდნენ, რომელიც ანტირელიგიური იყო, რომელიც მაინდამედ მიმართული იყო ამა თუ იმ ეპოქაში, ხაიანის ეპოქაში გადაფებული, გაბატონებული რელიგიისათვის თუ დოქტრინისთვის, მოძღვრებისთვის თუ სხვადასხვა სექტების წინააღმდეგ და ასე ვთქვათ, ყურადღების გარეშე რჩებოდა სხვა წმინდა რელიგიური სულისკვეთებით გამშვერული ნაწარმოებები, რომლებიც სხვა ქვეყნის გამოცემაში უფრო დომინირებს. Თავშოთ იგივე ფიცჯერალდის თარგმანებში დომინირებს და უფრო მეტად ჭარბობს ისეთი რობაიები, რომელიც ღვინის და დროსტარების და გართობის ქებადიდებას ეძღვნება, ანუ ჰედონისტური შეხედულებები ცხოვრებისადმი. ეს რა თქმა უნდა ერთის მხრივ საინტერესოა, მეორეს მხრივ ძალიან სამწუხაროა, რომ ერთი და იგივე პიროვნება სხვადასხვაგვარად შემოქმედება, სხვადასხვაგვარად აღიქვამება სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ეს როგორც მოგახსენეთ, იმდენად დიდი დამოუწურავი თემაა მისი შემოქმედება, რომ შეიძლება დაუშვათ ორთოდოქსალურმა რელიგიამ სხვაგვარად დაინახოს მისი შემოქმედება, ასე ვთქვათ, ათეიზმმა სხვაგვარად დაინახოს და ასე ვთქვათ, რომელიმე ამათომა პოლიტიკურმა მიმდინარეობამ თავისათვის გამოიყენოს სხვაგვარად დაინახოს. მაგრამ ფაქტად რჩება, რომ ეს პოეტი თავისი შემოქმედება, აი პოეტი წარმომწდა ისევ არ მინდოდა მეთქვა, ბრძანს უფრო თქვა ამბობენ ინაში მის შესახებ ჰაკიმე ომარ ხაიამ. ღიას ედინე ჰაკიმე ომარ ხაიამ. ღიას ედინ ნიშნავს შველა დახმარება, შეწევნა სარწმუნოებისა. სიტყვასით თარგმნით, ასე როგორ შეეწია და როგორ დაეხმარა იგი სარწმუნოებას და რელიგიას მე ეს არ ვიცი, სხვა საკითხია, სხვა ბიჭების თემა, მაგრამ კაცობრიობა ნამდვილად დაეხმარა იმაში, რომ დაფიქრდეს, თუ ვერ გადაჭრის საარსებო პრობლემებს, საარსებო ყოფისთან დაკავშირებულ, ასე ვთქვათ, ყოველდღიურ საფიქრალს დარდებს, საწუხარს თუ საიდან მოვიდეთ, სად მივიდივართ, ეს არ ვიცი, როგორ დაეხმარა ამაში, მაგრამ იმაში კი ნამდვილად დაეხმარა, რომ დაფიქრდეს და იფიქროს, თუ რისთვის ცხოვრობს, რისთვის არსებობს და რის შექმნა და დატოვება უნდა ამ ქვეყანაზე. აი ეს არის, ასე ვთქვათ, ხაიამის შესახებ ძალიან ესეთი მოკლე ზედაპირული საუბარი, რაც მინდა მეთქვა თქვენთვის, ანუ როგორი შეხედულება აქვთ, როგორი დამოკიდებულება აქვთ ხაიამისადმი, სხვადასხვა ჰქონდათ ეპოქებს, სხვადასხვა გუნება-განწყობილების, სხვადასხვა პოლიტიკურ-რელიგიურ შეხედულებას ადამიანებს, მაგრამ ერთი რამ ფაქტად რჩება, მის, ასე ვთქვათ, ძეგლს, რომელიც მან თავის თავს დაუდგა ამ მცირე პოეტური შემოქმედებით, ალბათ ეყოლება თაყვანისმცემლები და ამ მისკენ მიმავალ ძეგლის ბილიკები არასოდეს არ შეიმოსება ბალახით, როგორც თავად ამბობს ხოლმე ხშირად ამ ბალახის ცნება ძალიან სიმბოლურია მის შემოქმედებაში, რადგან იგი გასაგებია ყველა ეპოქისთვის, ყველა დროისთვის, გასაგებია საფიქრელია და ერთგვარად მანუგეშებელიც არის იმ გაგებით, რომ თუ ეს ქვეყანა არის არარაობა, თუ ეს ქვეყანა არაფერი არ არის წარმავლობა, მაშინ არის რაღაც საშველი, რომელიც შეიძლება ხაიამის შემოქმედებაში მოიძიო. ეს საშველი ყველამ თავისებურად შეიძლება გაიგოს. რაც შეეხება მის გამოცემებს, როგორც მოგახსენეთ, ქართულად ძალიან ბევრი არსებობს და იმედია კიდევ ბევრი შეიქმნება და კიდევ დარწმუნებული ვარ, მომავალი ეპოქები 50-100 წლის შემდეგ საქართველოში კიდევ სხვა თარგმანები შემოიტანენ ქართულ სინამდვილეში ხაიამთან დაკავშირებულს და არა მარტო თარგმანებს, არამედ მისი შემოქმედების და ცხოვრების ამსახველ ნაწარმოებებს შემიძლია დაგესახელოს, მაგალითად რუსულად არსებობს მხატვრული ნაწარმოები, მის შემოცხოვრებაზე ბიოგრაფიული ნაწარმოები, რომელიც ადვილად შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში. ასევე ქართულ ენაზე გიორგი მაღულარიას მიერ შექმნილი მონოგრაფიული წიგნი არსებობს ომარ ხაიამი, დავით კობიძის დიდი დაშრომი ომარ ხაიამის შესახებ და როგორც ჩამოგიტურეთ მაგალითოდოს ვახუშტი გორდაშვილის ნომადი ბართაიას და სხვათა შესანიშნავი თარგმანები და იმედი მაქვს, რომ ასე ხაიამის თემა ქართულ ლიტერატურაში და ცნობიერებაში არასოდეს არ დასრულდება.